მივესალმები საუბრები მშვიდობაზე მაყურებელს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალიან საინტერესო საუბრებს მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენს ქვეყანაზე, იმ პირობებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ნამდვილად იცხოვრონ მშვიდობიანად, ღირსეულად და მათ შორის იმ ძალიან მძიმე მოცემულობაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი სტუმარი არის ანთროპოლოგიის პროფესორი ნუცა ბათიაშვილი, გამარჯობა ნუცა, რომელიც ძალიან დიდი ხანი აკვირდება, იკვლევს და პრინციპში ძალიან ყურადღებით უყურებს პროპაგანდას. როგორ იქნება პროპაგანდისტული გზავნილები, როგორ აკეთებს რუსეთი იმ პირამიდას, რომელიც შემდეგ ვრცელდება პრაქტიკულად როგორც სახელმძღვანელო ძალიან ბევრ ქვეყანაში და ეს სიახლე არ არის, იმიტომ რომ საქართველოს გარდა ძალიან ბევრგან გამოიყენებს. ხო, ეხლა მე პირადად ამას ვაკვირდები მაგალითად უკრაინაში. ეს 2013-დან როდესაც იანუკოვიჩი იყო. ზუსტად ღირსების რევოლუციის, ანუ მაიდნამდე და სანამ იანუკოვიჩი გაიქცეოდა და მაიდნის პირობებშიც რუსული პროპაგანდა ძალიან აქტიური იყო და შემდეგ კრიმის ანექსია, ხო? პრინციპში 2008 წელს ახლა ჩვენ პირველი ობიექტები ვიყავით თავდასხმის, როდესაც აქტიურად ავრცელებდა რუსეთი იმ პროპაგანდას, რასაც ახლა ქართული ოცნება მე ანტიქართულ ოცნებას ვუწოდებ ხოლმე, ანტიქართული ოცნება ძალიან ისე აქტიურად ამკვიდრებს. ხო, ისტორიის გადაწერით მცდელობა, რომ მაგალითად ომი დააბრალოს და დააბრალა ქართულ სახელმწიფოს. ასევე ეს იყო მოლდოვაში, სხვა შორის ასევე უკრაინის შემდეგ მოლდოვაშიც, როდესაც მე მუშაობდი, მაშინაც ძალიან აქტიური იყო ეს პლახატნიუკის პირობებში, ხო, ეს პლახატნიუკი ეს არის ოლიგარქი, იყო ოლიგარქი, რომელიც სხვა შორის რაღაც წყობით და ეს რაღაც ცოტა ბანდიტური ესეთი აზროვნებით და სახელმწიფოს მმართველობით ძალიან გავს და გავდა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ პლახატნიუკი იყო ადამიანი, რომელსაც არავითარი თანამდებობა აღარ ეკავა უკვე, მაგრამ არაფორმალური ლიდერი იყო და შემდეგ ჩვენ ნახეთ, როგორ შემოbrunდა ყველაფერი მოლდოვაში და ეს პროპაგანდა აქტიურად ვრცელდებოდა და ეხლაც მაია სანდუს არჩევნების, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პირობებში. ესეთი პროპაგანდა იყო რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთში და მაგიარმა მოახერხა ის, რომ რაღაცნაირად ამ იდეოლოგიურ ხაფანგში არ აღმოჩნდა და ზოგადად ის გზავნილები, რომელსაც რუსეთი ძალიან დიდი ხანი აიყენებს, სწორედ იმისთვის, რომ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ომში აქტიურად იყოს წარმოდგენილი, ეს ახალი არ არის, ხო? იმიტომ რომ ჩვენთან თითოეულ საქართველოს მოქალაქეს სჭირდება ნამდვილად ღირსეული მშვიდობა, ღირსეული განვითარება და ეს რას ნიშნავს? ეს არის განათლება კარგი, ეს არის ჯანდაცვა კარგი, ეს არის პოზიტიური მშვიდობა, რასაც აი ჰალტუნგი ამბობდა, რომ პოზიტიური მშვიდობა ეს არის რაღაცა ჰუმანიზმი, ხო, ინტეგრაცია ადამიანის, სადაც სახელმწიფო მუშაობს, ინსტიტუტები ადამიანებს იცავენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვთქვათ, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ამ პროპაგანდას და არა მხოლოდ, აი სომხეთის მაგალითიც ძალიან საინტერესოა, არა მხოლოდ, არამედ რა არის ნამდვილად ის მოცემულობა და ყალბი, ვთქვათ, გზავნილები და ეს ყალბი პროპაგანდისტული მშვიდობა ქართული ოცნების ვთქვათ, მთავარი საინფორმაციო ფეიქ ესეთი გზავნილები, რომელიც აქტიურად ვრცელდება განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, ხო, ეს 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, აი ამის შემდეგ ეს ანტიდასავლური და ვთქვათ, ანტიქართული გზავნილები ძალიან აქტიური იყო. ამიტომ ამ კონტექსტში სხვათა შორის მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე ესეთი ძალიან კარგი წიგნია გურიევის წიგნი, რომელსაც ქვია პროპაგანდაზე დაფუძნებული დიქტატორი, ხო? ანუ spin dictators, ხო? ანუ ეს სპინინგი, ეს ტყუილზე დამდგარი მთელი ძალაუფლება, იმიტომ რომ ივანიშვილს ხო სულ რამდენიმე საყრდენი აქვს, ხო? ეს არის შავი ფული, ეს არის ვთქვათ კრიმინალური იუსტიცია, რომელიც ყოველთლიანად მას ექვემდებარება, ეს არის პოლიცია, რომელიც ნუ სისტემას იცავს და მას იცავს, მაგრამ ყველაზე ძლიერი ეს არის პროპაგანდა. ამიტომ როგორია მაგალითად ზუსტად ამ პროპაგანდის რაში გამოიხატება და როგორ შეიძლება ეს პროპაგანდა რაღაცნაირად გადატეხო და ვთქვათ ნამდვილად ადამიანს გააგებინო როგორ სახელმწიფო სურს ააშენოს
ბიძინა ივანიშვილს და ამ დროს ჩვენ როგორი გვჭირდება განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, თქვათ ევროინტეგრაციისთვის და ზოგადად კეთილდღეობისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობა და თავისუფლება პრაქტიკულად განუყოფელია. ეს არის ძალიან საინტერესო. შენი მოსაზრებები, რჩევები, ჩემთვისაც და ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, ასე რომ რა ვიცი, მივესალმებ მუცას და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი საუბარი გამოგვივა. ერთი ძალიან დიდი მადლობა ამ ახალ პოდკასტში მოწვევისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება არის. მithumetes რომ როგორც ჩვენ თქვი მთავარი ომი, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ საინფორმაციო ომია და ამ ხრივ უფრო წამგებიან პოზიციაში ვართ ხო ბევრი ვიდრე ქართული ოცნება, რომელსაც მთელი ეს რუსული პროპაგანდისტული აპარატი ემსახურება. და მე ხა რომ განმარტო როგორც ანთროპოლოგი, ჩემთვის რაღაც ჩემი კვლევის დიდი ხანია თავარი საყრდენი არის, თუ თავარი საგანი არის ნარატივები, იდენტობა და ნაციონალური ნარატივები, რაც არის მარტივად რო ვთქვათ ამბავი, რომელსაც ჩვენ ერებით საკუთარ თავს უყვებიან თავის შესახებ. მაგრამ ნარატივების მეცნიერება ბევრად შორს მიდის ამაზე და ამბობს, რომ ნარატივი არ არის ეს რაღაც ზედაპირზე მყოფი ამბები, უბრალოდ ეს არის კოგნიტური მექანიზმები, რომლითაც ჩვენ აზრი გამოგვაქვს რეალობიდან, რომელიც უკარნახობს რა არის სწორი და არასწორი მორალური იმპულსივით არის და ასევე უკარნახობს ქცევას, ანუ გვეუბნება, როგორ წავიკითხოთ რეალობა. მათ შორის წაკითხვის ნაწილი არის, რომ თუ ჩვენ ჩვენთვის მუდმივად უწევს სელექცია ძალიან დიდი რაოდენობა ინფორმაციის, რა აარჩიოს ამ ინფორმაციიდან და როგორ შეაკოწიწოს ეს რაღაც ისეთნაირად, ანუ როგორ დაორგანიზოს ამბები თავში ისეთნაირად, რომ აზრიანი ჯაჭვი გამოდის. ნუ საბოდიში, ანუ რეალობა და სიყალბე გაარჩიოს ერთმანეთისგან, ესეც? იმიტომ რომ ძალიან დიდია ყალბი ინფორმაციის ნაკადი. ყალბი ინფორმაციის, ანუ და აი ზუსტად ეს თანამედროვე პროპაგანდა ამ მექანიზმზე არის გათვლილი. ერთი რომ თუ დააკვირდებით, რასაც ეს პროპაგანდისტული მანქანა აკეთებს, არის რასაც ჩვენ სტრატეგიულ ბუნდოვანებას ვეძახით ხოლმე, ან ინფორმაციული ბადის გადატვირთვა ბევრი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით, ან სპექტრით, რომელიც ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას გულისხმობს. ანუ ერთი რომ შენ ჯერ უნდა ჩაგაგდოს მუდმივი ეჭვის მდგომარეობაში, რა არის მართალი და რომ ყველაფერი ტყუილია შეიძლება. და ეს ანუ რა ვიცი სამეცნიერო წრეებშიც და ბევრი ვინც კომუნიკაციას სწავლობს, ან რუსულ პროპაგანდას სწავლობს, იციან რომ ეს პოსტ-ჭეშმარიტების ნარატივზე არის და აპელირებს მუდმივად რუსული პროპაგანდა. სპინინგი, რასაც ქვია, დაბზრიალება არის, ხო და რასაც აბზრიალებს ტყუილის დაბზრიალება. არის არა მხოლოდ ტყუილის, არის იმ ამბის, რომელიც ჩვენ უკვე ვიცი, ანუ შენ როგორც ხედავ სამყაროს, ანუ არის ამბავი და მე შემიძლია ის დავაბზრიალო ისე, რომ ცოტა სხვა ამბავი გამოვიდეს და სხვა რამე გიკარნახოს, როგორ უნდა მოიქცე შენ. და რუსეთი ძალიან კარგად გვიცნობს ჩვენ, ხო, იმიტომ რომ 200 წელზე მეტი ხნიანი გამოცდილება აქვს და ჩვენ მის ორბიტაში ყოფნის. მაგრამ ამის მიღმა უმეტესობა ცოდნები, ისტორიული ცოდნები და ისტორიოგრაფიიდან დაწყებული ფოლკლორით დამთავრებული ლინგვისტიკა, ასე შემდეგ, რა ცოდნებიც ჩვენ გვაქვს საკუთარ თავზე, რუსული იმპერიალიზმის ან საბჭოთა იმპერიალიზმის წიაღში იქმნება. ამიტომ მან შიგნიდან იცის რა ამბებია, რომლის დასპინვით ქართველს ან გააყუჩებ, ან გააგიჟებ, ან გააუბედურებ, ან გააპარტახებ. და ჩემთვის, ანუ როგორც კვლევარისთვის, რომელიც რავი 2007 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში. 2007 წლის მერე ვიკვლევ რა არის ეს ნარატივი, ქართული ნაციონალური ნარატივი, რომელზეც დგას ჩვენი იდენტობა და რომელიც კარნახობს პოლიტიკურ ქცევას. და ამიტომ ძალიან ადვილად ვცნობ, როცა ამ ნარატივს სპინავს ვიღაც, ანუ რა ისტორიულ მეხსიერებასთან არის კავშირში, რა ლექსიკური
რეპერტუარები ახასიათებს, რა ემოციებზე აპელირებს ეს ნარატივი, ხო, ამას ვიკვლევდი სადოქტოროდან მოყოლებული და როცა ეხლა ვთქვათ პაპუაშვილი გამოვა და ირეკლე მეორეზე იტყვის რაღაცას თუ კობახიძე გამოვა და 23 საუკუნოვან დიპლომატიას იტყვის, ეს რა კოდური სიტყვებია, რომელიც აი კოგნიტურადაც და აფექტურადაც სპინავს ჩვენ შიგნით რაღაც შინაარსებს ისეთნაირად, რომ ესე წავიკითხოთ რეალობა და არა ისე როგორც არის. ადვილად ხდება ხოლმე ყურში და ამიტომ და ახლა მე თავისთავად პროპაგანდას არ ვსწავლობ და არ ვიკვლევ, მაგრამ ამის გამო დავიწყე მიყურადება ამ პროცესზე. და ამ მხრივ ყველაზე რაღაცნაირი საინტერესოს და საბედისწეროც იყო ეს ომი და მშვიდობის წყვილი, ასე ვთქვათ, როგორ დაჰაკა და დასპინა ამ პროპაგანდამ წინასაარჩევნო. პრინციპში არა მხოლოდ საქართველოში, ხო? არა, მაგრამ ყველგან სხვადასხვა, აი ვთქვათ, როცა მაგალითად უნგრეთში როგორ არის იმუშავა, სადღაც იმუშავა, სადღაც არ იმუშავა, სხვადასხვანაირი შინაარსების, ეხლა როგორც ანთროპოლოგი, ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ნებისმიერი სიტყვა, რომელიც ვთქვათ, ყველა ენაში გვხვდება, რა სპეციფიურ შინაარსებს მოიცავს ერთი საზოგადოებისთვის, რომელსაც არ მოიცავს მეორე საზოგადოების. ეს შინაარსები არის თვითონ ემოციური აღმძვრელებივით. ჩემი აზრით, ეს პროპაგანდისტული მანქანა უფრო ადრე ირთვება, ვიდრე 2013 ან 2008 არის. ანუ ფერადი რევოლუციები რუსეთისთვის არის უკვე კატასტროფული მოვლენა. და ზოგადად ის დემოკრატიზაციას განსაკუთრებით მისი სატელიტი ან მომიჯნავე ან აი ფრონტს რასაც ვეძახით ქვეყნების უყურებს როგორც მისთვის საფრთხის შემცველს. და მე მგონი რომ ეს არის მთავარი ომი, რომელშიც რუსეთი არის ჩართული, რაც ძალიან თანხვედრაშია თვითონ რუსულ ნაციონალურ ნარატივთან, ეს არის იდეური ომი ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ. და ანუ ეს თან ადარდებს და აწუხებს არა მხოლოდ ვთქვათ, მის შემოგარენში დემოკრატიზაცია, არამედ აი ახლო აღმოსავლეთშიც, აფრიკაშიც, ამიტომ ხო ამ ჰიბრიდულ ომებს იქაც რო აწარმოებს, ანუ ავტორიტარიზმის გავრცობა და პროპაგანდა არის რუსული პროექტი. ეს ომი მიდის. ჩვენ ქვეყანაში მაგალითად უკვე ეს ნარატივი, რომ ლიბერალური დემოკრატია არ მუშაობს, რომელიც მე მგონია რომ რუსული პროპაგანდის პროდუქტი არის, უკვე ძალიან ძლიერი იყო, მაგალითად, მე მახსოვს 2010 წელს ზაზა შათერიშვილი მაგალითად თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობდა და ერთად მუშაობდით და 2010 წელს უკვე 2010 წელს უკვე ამას გააჟღერებდა ხოლმე, რომ აი ლიბერალური დემოკრატია ის კრიზისი. ანუ ბევრად ადრე დაიწყო ეს ბრძოლა, რომელიც მე ყველგან თავისებურ ელფერს იძენს, მაგრამ თან რუსული პროპაგანდის სიძლიერე იმაშია, რომ იმიტომ რომ ის არ არის რამე იდეის მაინც და მაინც ერთგული, უბრალოდ უნდა არიოს ქვეყნები, ამიტომ ისე არგებს სხვადასხვა ქვეყნებს ამ პროპაგანდისტულ ნარატივს, როგორც იმ ქვეყნებისთვის კულტურულად უფრო მგრძნობიარე არის, ვთქვათ, უკრაინაში მე მახსოვს, რომ ბანდერას ნარატივის გააქტიურება მოხდა. ეგრეთ წოდებული ნაცისტები, ხო? ამიტომ ხო, აი ეს ნეონაცისტები, ნეოფაშისტები და ექსტრემისტები, ეს სამი მე მგონი ყველაზე აქტიური ტერმინია, რომელსაც უკრაინასთან მიმართებაში იყენებს, რომელიც ამღვრევს უკრაინის იდენტობის ნარატივს შიგნიდან, იმიტომ რომ თვითონ აქვს ეს რაღაცნაირი ორმაგი ფაშიზმთან და მეორე მსოფლიო ომთან ორმაგი ჰოლოკოსტის გამოცდილება ასე შემდეგ და ბანდერაც არის დაახლოებით ჩემი აზრით შეიძლება ძალიან არაუზუსტ რაღაცას ვიძახი, მაგრამ კულტურული ნარატივის თვალსაზრისით ბანდერას ნარატივი დაახლოებით ისეთი ნარატივია, როგორც ჩვენთვის არის სააკაძე, გიორგი სააკაძის ან ერეკლე მეორის ეს რაღაცნაირი ლიმინა ორმაგი იანუსივით გმირი. რომელიც შეიძლება ისეც აღარ კონტროვერსიალურია თვითონ უკრაინაშიც და არა მხოლოდ, ხო? ეს ანუ ფაშისტი ნაციზმის იარლიყის მიყერება იქ მუშაობს, იმიტომ რომ
ისედაც არის, ხო, აი თქვათ ის რა ქვია, კიევის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში თუ ხარ ნამყოფი, რომელიც თავიდან რომელსაც ჯერ ერქვა სამამულო ომის მუზეუმი, ანუ რაც რუსული სახელდება არის და მერე გადაკეთდა ოკუპაციის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმად და დაემატა ნაწილები, რომელიც სრულიად სხვანაირ არ ატყვებოდა მეორე მსოფლიო ამბავს და უკრაინელების მონაწილეობას მათში, მაგრამ თუ მთლიანობაში შეხედავდი და ნახავდი ამ ნარატივის რაღაცნაირი დუალიზმსაც და ტრანსფორმაციაც როგორ ხდებოდა. ხო და ეს ყველა ერთს შეიძლება ახასიათებდეს რაღაცნაირი ყანყალი იდენტობის ორ სხვადასხვა ვერსიას შორის და ჩვენსაც ვილაპარაკებ მერე და ეს არის ის სუსტი წერტილი, რომელშიც რუსული პროპაგანდა ურტყავს მერე ფაშიზმი, ნაციზმი და ექსტრემიზმი ცუდად ჟღერს თუ თან შენი პუბლიკა დასავლური ევროპული პუბლიკა არის და ადვილად აღაგზნებს იმათ, ანუ დისტანცირებას ადვილად ახდენს. ჩვენთან როგორ ნაცებთან მიმართებაში კი გამოიყენეს ეს ნაცები და ფაშისტები და იყენებენ, მაგრამ დიდად არაფერს არ შვება. მაგრამ სხვა ტერმინები არის, რომელიც აი ამ ჩვენ რასაც მე იდენტობის ნარატივთან დაკავშირებულ შფოთს ვეძახი, ამას ეხმიანება. ერთ-ერთი შვიდობა თვითონ სიტყვა ერთ-ერთი ეგეთი ტერმინი არის. ანუ ბევრგან სხვაგან შეიძლება მშვიდობას აქვს ძალიან ერთმნიშვნელოვანი პირდაპირ დადებითი პოზიტიური კონოტაცია, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ წარმოსახვაში მისი კოლექტიური მეხსიერებიდან გამომდინარე მშვიდობა მუშაობს როგორც არეულობის ტყუპისცალი ტერმინი. ერთი, ხო, და ქაოსი არ არის, აი რასაც სხვა ენაში ქაოსია. ქაოსი არის ჩვენ კოლექტიურ მეხსიერებაში ძალიან ახლოს, ანუ რაღაცნაირი სპექტრია, ძალიან ახლოს არის, ვთქვათ, 90-იანების სცენართან. ანუ ეს არის ტოტალური რღვევა, არა მხოლოდ პოლიტიკური წესრიგის, არამედ სოციალური ქსოვილისაც. ანუ ეს არის, როცა შეიძლება რომ ქუჩაში მაღაზიებს ქურდავენ, კი არა მხოლოდ და ეკონომიკური კოლაფსი გვაქვს, არამედ მე დედაჩემს არ ველაპარაკები, ცოლი და ქმარი შორდებიან ერთმანეთს, ძმა და ძმა სხვადასხვა ხარეს იბრძვიან, ანუ აი ყველა ტოტალური ქაოსი არის, აი რაღაცა ტოტალური. აი გეთანხმები და ბოდიში გაგაწყვეტინებ, მაგრამ თავისთავად როგორც ბავშვად ფილოსოფიაში მრავს, თქვათ, თავისუფლება ეს არის პოზიტიური და ნეგატიური, ხო? ანუ ძალიან კარგად აქვს ხოლმე შორის აქვე აუცილებლად ვიტყვი სნაიდერის წიგნი ვთარგმნე, რომელიც აი ზუსტად ესეა აგებული, რომ თქვათ თავისუფლებაზე ბევრ ადამიანს უფიქრია, რა არის თავისუფლება. თქვათ იგივე ისაია ბერლინია, ხო, თქვათ რაღაც პოზიტიური, ნეგატიური თავისუფლება, მაგრამ ჩვენ რა გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები თავიდან ბოლომდე და ძალიან კარგი მაგალითი აქვს მოყვანილი, როდესაც თვითონ ჩადით იეჰიდნეში, ანუ ეს უკრაინის ერთ-ერთი სოფელია 2023 წელს და იქ ელაპარაკება და ესაუბრება ერთ ბებოს, მარიას, ასე ქვია სახელი და ეკითხება, რომ აი რა გჭირდება შენ თავისუფლებისთვის, ხო, აი სახლი გჭირდება, დეოკუპაცია პირველ რიგში, მაგრამ პოზიტიური თავისუფლება ხო ამას გულისხმობს, რომ გარდა ვთქვათ აი ამ დეოკუპაციისა, გაყრისა ოკუპანტების, რაც ფიზიკურ თავისუფლებას გულისხმობს, უსაფრთხოებას და რეალურად ანუ ვთქვათ შენი სხეულის თავისუფლებას, ეს არის რომ აი ჩვენ საბავშვო ბაღი გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ბავშვისთვის ნორმალური პირობები და ასე შემდეგ. თავისთავად მშვიდობაც ხო პოზიტიური და ნეგატიური, ანუ პოზიტიური მშვიდობაზე, როდესაც ვლაპარაკობ და იდენტობაზე, როდესაც ვლაპარაკობ, თავიდან ბოლომდე გეთანხმები, რუსეთის მთავარი გზავნილიც რა იყო უკრაინასთან მიმართებაში, რომ ზუსტად იმ იდენტობის ნაწილზე დაერტყა მაგალითად, რაც გახლეჩდა საზოგადოებას, ხო? ანუ თვითონ უკრაინაშიც ახლა აღმოსავლეთ უკრაინა სხვა რაღაც შეიძლება ქსოვილი იყო, დასავლეთ უკრაინა სხვა ქსოვილი იყო და ერთიანი რეალური იდენტობა წამოვიდა ჩემი აზრით უფრო ყირიმის ანექსიის შემდეგ და ვთქვათ უფრო დონბასის ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ თავისთავად ის გზავნილები პროპაგანდისტული, მათ შორის ესე ვთქვათ, საზოგადოების გახლე, ხელოვნური გახლეჩის რაღაც ასე ვთქვათ მომენტია ძირითადად აგებული, ხო? აი ჩვენი ტკივილი, რასაც შენ ამბობ, რომ მაგალითად, ხო, აი
სამოქალაქო ომი, ძალიან მძიმე დაპირისპირება, ოჯახების გახლეჩა, მაგრამ არ კი ეს, ასე ვთქვათ, ტკივილია, ტრამვა ისტორიული, მაგრამ ბუნებრივად ველოდებით ამას თუ უბრალოდ შიში მოქმედებს და ქვეცნობიერად რაღაცნაირად ჩვენს ჩამალულია ჩვენს რაღაცა ასე ვთქვათ მომავლის ხედვაში რომ აი ვთქვათ მე ვერ დავინახე მომავალი ხო აი ხა მე და შევლაპარაკობდით რომ ხშირად ივანიშვილი რას აკეთებს ანტიქართული ოცნება აკეთებს იმას რომ თითქოს მათ მერე ყველაფერი ესე რაღაც ქაოსი იქნება ხო გვერდის სიტყვებია რომ რაღაც უსამართლობა მირჩევნია ვთქვათ ქაოსს და ამბობს რომ აი თუ ესენი იქნებიან ვთქვათ პროდასავლური ოპოზიცია სიტყვაზე ყველაფერი იქნება ქაოსში, რაც არ არის სიმართლე, იმიტომ რომ ყოფილა ეს ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მმართველობის პირობებში და იყო აბსოლუტურად სულ სხვა გეზზე და მართლა სახელმწიფოებრიობის განვითარების გეზზე, რაც არ უნდა თქვა და რაც არ უნდა სხვადასხვა მოსაზრებები ქონდეს სხვადასხვა ადამიანებს. აი, იცი რისი თქმა მინდოდა, რომ არ ვიცი, დაახლოებით ერთ დროს სწავლობდით ალბათ მე და შენ სკოლაში და ისტორია, აი თუ გახსოვს თქვა ისტორიის სახელმძღვანელოებში როგორც არის ხოლმე აგებული. მაგრამ ერთი ეპოქის ნაწილი იყო და ჩვენ ამბაქ ქართველები თასაკუთარ ამბავს აი ეს ჩონჩხი რაც არის რაზეც არის ხოლმე ვთქვა ისტორიული თხრობა აგებული და ასევე ვინ ვართ ჩვენ კითხვას რო გვისვავენ რასაც აი სადღეგრძელოების ტექსტები რო აიღო და დაწრიტო რა არის ჩონჩხი ამას ეს ნარატივი არის რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა რომელსაც სულ ყავს დიდი მტერი ქართველები სულ იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, მაგრამ ყავთ მოღალატები და მიდრეკილი არიან ხლეჩისკენ ერთმანეთთან დაპირისპირებისკენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის იმარჯვებენ საბოლოო მტერზე და ყოველთვის და საქართველოს გადარჩება, როგორც კულტურული და იმარჯვებენ როგორც ერთიანი თუ უბრალოდ იმარჯვებენ? აი ამ ლოგიკა ნარატივში როგორია, იცით რომ როცა ისინი ძლევენ ამ შიდა სისუსტეს, რაც არის მათი აქილევსის ქუსლი, მაშინ იმარჯვებენ ანუ მაგალითად როგორც ჩვენ ყვებით ეს მითიური კონსტრუქცია იმ ხრივ კი არა რომ ტყუილია, უბრალოდ როგორც გამოაქვს არსი, აზრი ლოგიკას როგორ ადგენს, ხო, რომ როგორც ყვებით თუნდაც დავით აღმაშენებლის ამბავს, ეს კი არ არის რომ აი რაღაცა ერთი გენიოსი მეფე იყო და იმან ავტორიტარულად რაც უნდა ისქნა და ამიტომ აშენა ისეც არა ის განასხეულებს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან ნებას და ის ახერხებს ამის მიღწევას რასაც ანუ მტრების განდევნას ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ბევრად უფრო ძლიერის და დამარცხებას იმიტომ რომ გააერთიანებს ქართველებს და დაასჯის მოღალატეებს სამაგალითოდ ხო მაგრამ ანუ მორალური იმპულსი, რასაც ქვია ნარატივის, რაც არის, რასაც ჩვენ გვეუბნება, რომ თუ გავერთიანდებით, ვერაფერი ვერ გვერევა. და თუ არ გავერთიანდით, მაინც გადავრჩებით, როგორც კულტურული ერთეული კულტურას და იდენტობას შევინარჩუნებთ, მაგრამ დავსუსტდებით, ხო? და დავხუცმაცდებით, დავიშლებით ასე. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ამ ისტორიულ, ანუ ჩვენ ესე ფუნდამენტურად პოლიტიკურ წარმოსახვაში უკვე დევს როგორც საფრთხე, მთავარი საფრთხე არის არა გარემტერი, არამედ ჩვენი მიდრეკილება, რომ ერთმანეთს დავერიოთ და დავასიოთ. ამიტომ მე რაც მოხდა 90-იანებში, რომელიც ძალიან ცოცხალი და წარსულში ახლოს ყოფი ჯერ და უხურავი ტრამვა, ერთი რომ ის დარჩა აი ამ ტრამვა ფლოტს, რაც ეძახიან ფაბულად, იმიტომ რომ უკვე დევს ნარატივში, რომ ეს შეიძლება მოხდეს. მაგრამ მეორე ამან კონკრეტული შინაარსები შეიძინა. ამან თქვა რუსთაველზე გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაცასა და დემოკრატიაზე ლაპარაკი რაღაცა შეიძლება მერე გადაიზარდოს რუსთაველზე სრულად. აი ეგეთი სცენა და იმან ყველაფერი დაანგრიოს. ეს სცენარი ეხლა ძალიან ამას ვამბობ რა, ეხლა არის ძალიან ცოცხალი, იმიტომ რომ პროპაგანდამ ამაზე იმუშავა. იმუშავა არა მხოლოდ ომი და მშვიდობა ნარატივით, რომელიც თქვა 2024-ში ესე აქტიურად გვესმოდა, ანუ მშვიდობა და ომი, რომელზეც ის აპელირებდა, არ იყო მხოლოდ რუსი შემოვა ტანკით ამბავი. ეს უფრო ანუ იმ საფრთხის პირისპირ ეს უფრო გააქტიურ, ანუ
ეს უფრო ქმედით უნარიანი შიში არის, იმიტომ რომ სირცხვილთანაც არის ქართველებისთვის დაკავშირებული და მაგრამ ამას აი რისი თქმა მინდა, იცი რომ ეს ტრავმა გაეცოცხლებინა, ამ პროპაგანდამ ბევრად ადრე დაიწყო მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ დავძლიეთ ეს შიში. რომ ქართველები თუ დემონსტრაციებით გარეთ გამოვლენ, რომ ეს აუცილებლად არეულობას არ გამოიწვევს, ეს შიში დავძლიეთ 2003 წელს. ან 2003 წლის რევოლუცია ტრიუმფალური ნარატივი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევარდნაძე გავაგდეთ და იმიტომ იყო ანუ მე არ ვიცი ადამიანებს როგორ კარგად ახსოვთ ის რაღაცნაირი პანიკა და ისტერიკა, რომელიც დემონსტრაციები რო დაიწყო და რომელიც ბევრად ადრე დაიწყო, ხო, ვიდრე ნოემბერში, მედიაშიც მათ შორის და ხალხში არსებობდა, იმიტომ რომ ეს შიში მაშინაც ძალიან გააქტიურდა, რომ ეხლა ქართველები ეს აუცილებლად სამოქალაქო ომში შეიძლება გადაიზარდოს. და მაშინაც შევარდნაძის წინა საარჩევნო ნარატივი და პროპაგანდა საერთოდ შევარდნაძის მთელი რიტორიკა, მთელი რა ვიცი, დეკადის განმავლობაში აპელირებდა თუ გახსოვს სულ სტაბილურობაზე. რომელიც ზუსტად იგივენაირი შინაარსის რაღაცა იყო, რაც მშვიდობა არის ამათ ნარატივში. და ეს არის რომ მშვიდობა არის, რაც აი ქართველისთვის ის აი ასოციაციით პირველი სიტყვა რომელთანაც წვილდება მშვიდობა რა მოგის დროებითი მშვიდობა ან რაღაც სტაგნაცია დროებით რო გაჩერებული ხარ და ეგ არ არის პროგრესი ქართველის წარმოსახვაში მოკლედ მაშინაც იყო რომ კი ჩვენ შეიძლება კორუფციაში ვიხრჩობით ქუჩი გზები არა გვაქვს ასფალტი არა დენი არა გვაქვს არაფერი არა გაქვთ მაგრამ სტაბილურობა ხომ მაინც არის და ზუსტად ახლა ესე ამბობენ მშვიდობა ხომ მაინც ტრავმიდან ამოსული. ხო, ისიც აპელირებდა იმაზე, რომ კარგი, ანუ უკეთეს ვერ გთავაზობ, მაგრამ მაქსიმუმ მე რასაც გთავაზობ არის, რომ სამოქალაქო ომი არ იქნება. და მაშინაც ხალხის უმეტესობა თანახმა იყო ამაზე. სანამ რაღაცა არ გადატყდა, ხო, მე და მაგრამ როცა მოხდა ვარდების რევოლუციის ნარატივმა მოიტანა, ანუ ჰქონდა ეს თერაპევტული ეფექტი, ის მენტალური რევოლუცია ყველაზე მეტად ამიტომ იყო, რომ ეს გადატეხა და ჩვენ ახლა ამის შედეგს ვიმკით, რომ დემონსტრაციები და პროტესტი არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო ომი დაიწყება ქვეყანაში. მაგრამ ქართული ოცნების პროპაგანდამ 2012 წლიდან მოყოლებული და უფრო ადრეც იწყება რუსული პროპაგანდის ინტერვენცია, ხო, რა ვიცი 2007 წლიდან. როგორც კი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოდის, რუსული ინტერვენცია იმ წუთშივე აქტიურდება, ხო? და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფერადი რევოლუციების ექსპორტი იწყება. ანუ საქართველოს ეს სამაგალითო დასჯა, ესე მგონია, იმიტომ არის რუსეთის ესეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ ეს თუ არ გააჩერე, ეს წაიღებს ამას ყველგან. და სხვა შორის პირველი რესპუბლიკის პერიოდის გამოცდილებაც ეგეთი იყო, მაშინ ბევრად სწრაფად შეაჩერეს, იმიტომ რომ უკვე გაჭრილები იყვნენ, მოკლე იყო პერიოდი და ალბათ რაღაცნაირად ვერ წამოვიღეთ ბევრი რამ, თუმცა რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ მაშინაც უკვე ამ სოციალ-დემოკრატიის ექსპორტირება და ასე იგი ჯერ ქვეყანა არ იყო გათავისუფლებული ბოლომდე იდეაში, მაგრამ ექსპორტირება დაიწყეს ძალიან მალევე უკვე რუსეთის ტერიტორიებზე. ამიტომ ეს ჩვენ არ გვახსოვს, მაგრამ რუსეთის მეხსიერების სქემაში ეს არის, რომ ეს ქვეყანა თუ თვითონ აყვავდა, გარშემო მოსპობს ყველაფერს ჩვენთვის. ხო და აი ორი საკითხი მინდოდა შენთან, მაგრამ ბოლოდან დავიწყებ, სხვათა შორის ჩემი და კახა ბენდუქიძის დიალოგი მახსენდება, როდესაც რეფორმების ექსპორტზე იყო ლაპარაკი, ხო? გახსოვს, ანუ საქართველოში ის რეფორმები, რომელიც დაიწყო და პრაქტიკულად გადატეხა პირველი ძალიან ძიმე პროპაგანდისტული გზავნილი რუსეთის და ეს პროპაგანდისტული გზავნილი იყო, რომ საქართველო არის ძალიან კორუმპირებული ქვეყანა, failed, ანუ რაღაც
ჩამთხრეული, დაფეილებული ქვეყანა, ესეთი სტატიებიც კი იბეჭდებოდა და პირველი ესეთი პროპაგანდისტული გზავნილი გადატყდა, ხო? რაც გულისხმობდა იმას, რომ მაგალითად, თქვა პოლიციის რეფორმა გაკეთა, ანტიკორუფციული რეფორმა გაკეთა, რისი ექსპორტიც მერე მოხდა, ხო? ანუ ძალიან თქვა უკრაინაში, მერე მოლდოვაში და ყველა იყო ამით გაკვირვებული, ახლა, ხო? ეს პროგრესი იყო სახეზე. და ამის შემდეგ უკვე ერთ-ერთი დიალოგზე აი კახა ამბობდა ზუსტად რომ ყველაზე და მე იმეორებდა ხოლმე ბევრი ლექცია მახსოვს ესეთი და მათ შორის ინტერვიუში რომ ყველაზე კარგი მცოდნე ქართული რეფორმების რომელიც იყო რუსეთი ანუ პუტინი თვითონ იმიტომ რომ მისთვის ეს იყო საფრთხე ისევე როგორც თქვა გამოთავისუფლება ზუსტად იმ თქვა ახლო ეგრეთ წოდებული ახლო მოსაზღვრე ქვეყნების პარადიგმიდან და სამხრეთ კავკასიური პარადიგმიდან თქვა აღმოსავლეთ ევროპის პარადიგმაში გადანაცვლება. ამიტომ ეს გადატყდა ზუსტად მაშინ, მაგრამ მეორე რაც მინდოდა, ანუ აი შენ როგორ უყურებ ამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რჩევისთვისაც ასე რას გვეტყოდით ჩვენ, ეს არის თქვათ ივანიშვილის დამოკიდებულება. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბდა თქვათ რაღაც რუსეთში 90-იანი წლების რაღაც ეს ბანდიტური გადანაწილებები რაც იყო, ხო? ანუ პრივატიზაციით და ასე შემდეგ დიდი ფული იქიშოვა და მისი თქვათ აზროვნების სტრუქტურა არის სრულიად სხვა. სხვა შრეებში ჩადის. ეს არ არის დასავლური დემოკრატიული თქვათ რაღაც თანამედროვე აზროვნების რაღაცა მენტალური ასე თქვათ არქიტექტურა. ამიტომ ჩემი მოსაზრებით ეშინია თუ არა და კითხვაც და ალბათ რაღაც ასე ვთქვათ დისკუსიისაგან ეშინია თუ არა მას ერთიანობის რაღაც კონტექსტში, ანუ ფიქრობს თუ არა რომ ეს ხელოვნური დახლეჩვა ზუსტად იმ ტრამვული იდენტობა არა, უფრო ტრამვიდან შეიძლება ამოვიდეს და ეს ერთიანობა რასაც შენ ყვები ახლა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ 90-იანი წლებიდან რომ ვიღაცა ოჯახები გაიყვნენ რომ ყველაფერი ცუდად არის, ამ დროს მართლა ყველაფერი ცუდად არის, ხო? ანუ ოჯახები ისედაც გახლეჩილია ახლა. მე მაგალითად ემიგრანტი მყავს ოჯახში, ხო? ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს და ამიტომ აი ეს ერთიანობა რაც არის ჩვენი რაღაცა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იდენტობის, რომ ჩვენ ერთიანები პატარები ვართ, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ერთიანად ვართ ძალიან ძლიერი. აი ამ ერთიანობის, ხო? ანუ აქვს თუ არა შიში როგორც ტირანს, რომელსაც ხა ტირანის შორს არის ტირანიამდე, მაგრამ ხა ეს ხილი ამბობდა, რომ ზევს ანუ ტირანი არავის არ ენდობა და ეშინია რაღაცა კონკრეტულად იმ ადამიანებისაც, ვისაც მათიც კი ვისაც ენდობოდა ერთ დროს, ხო? და პრინციპში დამახასიათებელია. ამიტომ ამ ერთიანობის წინააღმდეგ ზუსტად ამიტომ ხლეჩს ჩემი აზრით ვთქვათ, ხო, ბუნებრივად და ეშინია თუ არა იმის, რომ რაღაცა მართლა ერთიანობა შედგეს საზოგადოების, ისედაც რომელიც ჩემი აზრით ერთიანია თუ არ ვისაუბრებთ ამ ხელოვნურ დაყოფაზე. ხო. ერთი ანუ რისი რა აზრის დამთავრებაც მინდოდა რითიც დავიწყეთ რომ შევაჯამო რომ ეს მოკლედ ის მშვიდობა ის ცნება რომელსაც ქართული ოცნება იყენებს არ არის პოზიტიური მშვიდობა ის არის უბრალოდ სიტყვა რომელიც მიუნიშნებს არაომზე ანუ უბრალოდ გეუბნება რომ ეს არ მოხდება მაგრამ არც არაფერი კარგი არ მოხდება და ამიტომ აი თუ დააკვირდებით თქვათ ადამიანები როგორ პასუხობენ თუნდაც რომ ოცნების მომხრეა ან რო არ არის მშვიდობა იყოს მშვიდობა მინდა მშვიდობა ხოა ანუ აი როვნები რომ ეს არ არის ამ ბავშვებს იჭერენ ტროტუარზე ერგოთ იმის თქმა არ შეგვიძლია ამის თქმა არ შეგვიძლია განა ამას უარყოფს მაგრამ მშვიდობა ხო ანუ ეს არის ფას რაღაც დიდ ფას სიხდი რაღაცაში რომ შეყუჟული სოროში იყო ის მშვიდობის ის გაგება რომელიც კეთილდღეობასთან არის რომელიც პოზიტიურ თავისუფლებებთან არის დაკავშირებული ჩვენ ენაში სულ სხვა სიტყვით აღენიშნება და მაგას ქვია წინსვლა ანუ ისტორიულ ნარატივშიც წინსვლა არის ეს ან გარღვევა ეს ტერმინი რომლითაც ქართველი მოიაზრებს რას ნიშნავს კარგად ცხოვრება რომ კარგი ცხოვრება ქართველისთვის არის როცა სწრაფი პროგრესით წინ მიუტყვის, როცა ჩვეულებრივ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ ქვეყნის შენებაში იღებდეს მონაწილეობას, ანუ მაგალითად თავისუფლებაც თქვათ, ან კარგი ცხოვრების იდეაც მე მგონია და შეიძლება ეს პატარა ქვეყანა რო ვართ, აქედან გამომდინარეობს, თავის თავში ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც კი ამ ქვეყანაში აი რაღაცა 5 კომლიან სოფელში შორს რო ცხოვრობს.
თავის თავში გულისხმობს გონი ამ ამბიციას, რომ ის ნაწილი იყოს მნიშვნელოვანი პროცესის. და მე როგორც გამოხატავენ ხოლმე ადამიანები, ვთქვათ, უკმაყოფილებას ხელისუფლების არის ძირითადად, როცა მათ არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა, როცა მე აზრს არ მეკითხებიან, ჩვენ აი მაგალითად რაღაც სოფლებში ქოცებმა ბეტონი დაუგეს გზაზე, მაგრამ არ კითხეს ისე. მიწის გზა იყო და არ კითხა. შეიძლება ის ბეტონის გზა უკეთესი ადვილად დადიან, იმიტომ რომ შორის სოფელი არის და ძლივს უდგებიან ზამთარში. მაგრამ მაინც ნერვები აეშალათ, არ მინდოდა ეს ბეტონის გზაო და ჩვენ არ ვკითხეს გვინდოდა თუ არაო. ეს ქართველისთვის ანუ არ ვიცი სხვა ქვეყნებისთვის როგორ არის, მაგრამ მე მგონია რომ ეს განსაკუთრებულობა ახასიათებს შეიძლება ჩვენი ისტორიული ნარატივის გამო, ჩვენი რაღაც სხვანაირად ფორმირებული იდენტობის გამო, კარგი ცხოვრების იდეა გულისხმობს არა იმას, რომ შენ შინაურ სივრცეში შენთვის ხარ რუტინა გაქვს, სარეცხი მანქანა გაქვს, დენის ფულს იხდი, არამედ ის გულისხმობს უფრო დაუოკებელ მდგომარეობას, როცა შენ ნაწილი ხარ რაღაცა დიდის. რა აერთიანებს ქართველებს, ასევე არის ეს. მე მგონია, რომ იდეალისტურები უფრო არიან, იდეის გარშემო უფრო ერთიანდებიან გადამწყვეტ მომენტებში, ვიდრე დენის ან კარტოფილის ფასის გარშემო რა და ხანდახან მაგალითად ამიტომ ჩვენი რიტორიკა ევროინტეგრაციის შესახებ ამას გამორიცხავს. არ აპელირებს ამ სენტიმენტზე და ამიტომ ის არ იწვევს იმ აღწყინებას, რომელსაც უნდა იწვევდეს. ვისთვისაც აპელირებს, ის იმას ვხედავთ, ის გამოდის ქუჩაში, მაგრამ იმისთვისაც კი რაღაცნაირ ეჭვებს შეიცავს, რისგან გადაგვარჩენს ეს ევროინტეგრაცია. მაგრამ შენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, მე არ ვიცი, ხა ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ და უფრო აი რასაც ფსიქოლოგიაში ანტისოციალურ ქცევას ეძახიან, მაგ სინდრომიან ადამიანს გავს ჩემთვის ესე შორიდან სოციოპატს რასაც ვეძახით ისე, ამიტომ მათი ქცევის ლოგიკის გამოცნობა ჩემთვის არის ძალიან რთული ხოლმე, მაგრამ თუ დავაკვირდებით მათი პროპაგანდა რას შვება, მაქედან შეგვიძლია აირიბად დაასკვნა, რომ ერთიანობის ძალიან ეშინია, იმიტომ რომ პროპაგანდის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია სიღრმისეული და ძალიან დიდი ფუნდამენტური პოლარიზაციის გამოგონება. და შეიძლება ქართველები ყოველთვის პოლარიზებული არიან პოლიტიკურ, ანუ სამი ქართველი რო დაждდეს ოთახში, 4 მოსაზრება იქნება იქ და დახოცავენ ერთმანეთს, ხო? ანუ ესეთნაირები არიან, მაგრამ პოლარიზაცია სიტყვა თვითონ კიდე სხვანაირ რაღაცას ნიშნავს. ეს ნიშნავს ფუნდამენტურ კულტურულ ხლეჩას, როცა არათუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მაგალითად გენდერთან დაკავშირებული პოლიტიკა როგორი უნდა იყოს, ეკლესიას რამდენი უფლებები უნდა ქონდეს, ანუ კულტურული პოლარიზაცია არის, როცა ჩვენ ერთი და ერთმანეთის ენა აღარ გვესმის. ანუ შინაარსები, რომელიც მაგალითად რომ მე დავით აღმაშენებელს ვაფრიალებ და შენ ვიღაცა სხვას და ეს სიმბოლო შენთვის სიმბოლო არ არის და ჩვენ არა ვართ ეგერი. ანუ ორი ურთიერთდაპირისპირებული, სრულიად პოლარულად ურთიერთდაპირისპირებული პუბლიკა ქუჩაში შეიძლება გამოვიდეს და ორივეს დავით აღმაშენებელი ამ პირზე ეკეროს ან დროშაზე ეხატოს. ანუ გამაერთიანებელი უფრო ბევრი გვაქვს ვიდრე დამყოფი. ჩვენ გვესმის ერთმანეთის ენის ნახევარ ფრაზებით როცა ლაპარაკობ და ჩვენ გქონდა ამაზე კვლევები ერთ წელს გქონდა განსაკუთრებით როცა აი ეს rave revolution რო დაარქვეს ახალგაზრდების გამოსვლები რო იყო და მე კონტრაქციები მაგ წელს ეთნოგრაფიული პროექტები გქონდა რადიკალური კონტრპუბლიკები ესე ერქვა და იმ ინტერვიუებში, რომელსაც ვატარებდით მათ შორის, აი მარშელები რო ერქვათ და ნაციო პოპულისტები და ასე შემდეგ, რომელიც აი ფიქრობ, რომ იმის იქით, ანუ შენს და ამას შორის რო დისტანცია, მაგაზე დიდი დისტანცია არაფერ შორის არ არსებობს, ხო და რო ვაშიფრავდი ხოლმე ამ ტრანსკრიპტებს ინტერვიუების, სადაც ინტერვიუს ვინც იღებდა და ეს ინტერვიუ ბოლოს აუცილებლად რაღაცნაირ პოლემიკაში იჭრებოდა ხოლმე ის თვითონ არის ერთი კონტრპუბლიკის წარმომადგენელი და ვისაც ელაპარაკება მეორე კონტრპუბლიკის წარმომადგენელი, მაგრამ
ისინი ვერ თანხმდებოდნენ მოდელზე ქვეყნის შეიძლება რომელიც წარმოედგინათ. მაგრამ ეგ ნორმალი, ანუ შეუძლებელია რომ 10 ადამიანიც კი ანუ 3 მილიონიანი ქვეყანაში ყველა ერთ მოდელზე შეთანხმდეს და კანონების ერთ გზაზე. მაგრამ წინადადებებს და სიტყვებს რო არ ამთავრებდნენ, შუა საუკუნეებზე რეფერირება იქნებოდა თუ რაღაც ანდაზა თუ რაღაცაზე, ერთმანეთის ესმოდათ. ანუ ზუსტად იცოდა ამან ნახევარი ფრაზა რო თქვა იმის უკან რა სერია ტექსტების იგულისხმა და ანუ ამ გამოტოვებული ადგილებით აგრძელებდნენ ურთიერთობას. ამაზე მეტად ინდიკატორი იყო სხვა კვლევებიც, რომელშიც ჩანდა მაგალითად მომავლის საფრთხეებად, რას ხედავენ, თქვათ, ქართული ოცნების ამორჩეველი, ოპოზიციის ამორჩეველი და ვიღაცა, ვინც საერთოდ ვერ ირჩევს, ვისაძლევს ხმას. ანუ პოლარიზაცია, თქვათ, რომ შეადარო სხვა პოპულაციებს, მაგალითად ჩვენ შევადარეთ ამერიკას, თურქეთს ჩვენ კვლევებში, სადაც ცნებების დონეზე, ანუ კატეგორიების დონეზეც კი, იმის და მიხედვით ჩვენ ვისი ამორჩეველი ხარ, სრულიად სხვა რაღაცებზე დარდობ მომავალში რა დაემართება ქვეყანას. ეს არ ახასიათებს ჩვენ საზოგადოებას. ანუ ერთ ენაში დარდობენ, ეშინიათ და უყურებენ მომავალს. ანუ ფუნდა დიდ კატეგორიებში რო გაერთიანო ვამბობ. რა ამიტომ ჩვენი თვისებაა, ანუ ეს შენი როგორც ვთქვათ პროფესიიდან და უშუალოდ იდენტობის, რომ ვთქვათ ერთ კატეგორიაში ვიფიქროთ და მეხუთე განზომილება ჩვენთვის რაც არის, ანუ რა გვინდა რომ იყოს და რა უნდა იყოს. ამაში ყველა ერთნი ვართ. თუ ეს არის უბრალოდ იმ გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, სადაც ვართ ახლა, ხო? ანუ გეოპოლიტიკურადაც და კულტურულადაც. ერთი რო პატარა ერი რო ვართ, ამას აქვს ალბათ თავისი იმპლიკაცია. მეორე ის რომ ჩვენი ისტორიულიც, სოციოკულტურულიც და პოლიტიკური გამოცდილებაც, სოციოეკონომიკურიც ისეთი იყო, რომ დიდი დისტანცია არ არსებობს. ანუ ჯერთი არც კლასობრივი საზოგადოება არა ვართ დიდად, ანუ ჩაბეტონებული კლასები დიდად არ არსებობს. და მე ისეთი ისტორიული გამოცდილებები ქონდა ომიდან დაწყებული, თქვა პოზიტიური გამოცდილებები, რომელიც ყველას ეხებოდა. არ ვიცი ზუსტად, შეიძლება პატარა ქვეყნის მახასიათებელი, რომ ის რაც ერის თავს ხდება, ყველა სახლებში აღწევს. და ეს გამოცდილება მეტნაკლებად საერთო, ანუ შენ თუ არავინ არ ყავდა, შენ თვითონ შენი უშუალო ოჯახის წევრი თუ არ იყო აფხაზეთიდან უტოლვილი, აი ერთი რგოლი გვაშორებს ხოლმე, ხო? ისევე როგორც ემიგრაცია, ეხლა ყველას ოჯახშია შესული და ძალიან ბევრი პრობლემა, ხო? ამიტომ მე ანუ ვთქვათ, ვინც ეხლა შედარებით შეძლებულია გუშინ წინ რა ვიცი, დედა ჩემი პეროგებს აცხობდა 90-იანებში, ანუ რამხელა დისტანცია შეიძლება იყოს, ვთქვათ, რომ ეკონომიკურმა დისტანციამ გამოიწვიოს ფუნდამენტური იდეოლოგიური ცვლა და კულტურულიც, ახლა ვთქვათ, ამერიკაში გარეგნობაზეც შეატყობ, მე ის არის რესპუბლიკელი არის თუ დემოკრატი არის ადამიანი, როგორი სახლი აქვს, რა აცვია, დროშა უკიდია, ანუ რა უბანში ცხოვრობს, ეს კულტურული სხვაობაც არის, ხო ჩვენთან, ანუ ძალიან ძნელი არის ქუჩაში რო დადიხარ, ალბათობით გამოიცნო ადამიანი ქოცია თუ ნაცი. და თან იმიტომაც რომ მაგალითად ვინც 90-იანებში პუჩისტები იყვნენ და ზვიადისტებს იჭერდნენ, სააკაშვილის ხელისუფლებაში ორივე იყვნენ. და მერე იქიდან ხალხი ნაცი იყო ზოგი და ზოგი ქოცი არის და ეხლა ისე ესეთი ეს მახასიათებს. ანუ ჩვენ ამბობ ხა რომ ბევრი უფრო მეტი გამაერთიანებელი გვაქვს ვიდრე დამყოფი, ხო ესე? ანუ ჭირიც, მე მგონია რომ ყველგან მოდის, ჩვენთან მოდის, ხო? ანუ რასაც აი ვთქვათ, რაც არის ყოველდღიური პრობლემა. და იმდენ ძალისხმევას ხარჯავს ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ გააჩინოს განცდა, რომ პოლარიზებული ერი ვართ. აი მაგალითად, ჩემი აზრით, არ ვიცი, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ჩემი დიაგნოზი ესეთი არის. LGBTQ თემასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ნარატივი. მხოლოდ ამას ემსახურება, რომ ის, ვინც ევროინტეგრაციის და ლიბერალური დემოკრატიის მხარეს არის, იმას ეგონოს, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის არის
სისხლია, ანუ რაღაცა შაუბნელი ჰომოფობი, რომელიც ამის მიხედვით და ამის გამო გააკეთებს პოლიტიკურ არჩევანს. შეიძლება უმეტესობა ჰომოფობები ვართ. ზოგი ისე, ზოგი ასე. მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის პოლიტიკური მდგენელი, ანუ ადამიანები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით. ეს არის სალაპარაკო მასალა, მაგრამ აი პროვოცირებული სალაპარაკო, აი არ ვიცი თუ გახსოვთ, მაგალითად, არ ზუსტად რამდენი წლის წინ იყო, ვერ გეტყვი, მაგრამ რო ჩავხედო, თქვა CRR-ის კვლევებს თუნდაც ნახავთ. ესე იყენებდნენ სტალინიზმს. იფიქრებდი, რომ უბრალოდ სტალინიზმებმა წალეკეს ქვეყანა. ის რომ სტალინი, აი ეს რაღაცნაირი შუალედური ნარატივი, რომ სტალინი დიდი ქართველი იყო, რომელიც ზოგს შეიძლება პორტრეტი უკიდია და ზოგს აი ამ რაღაც სიამაყის განცდას აძლევს ადამიანებს, რომ ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი, რომელიც მე ნახევარ მსოფლიოს მართავდა, ეს შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაზიარებული ნარატივია, მაგრამ რაც იგულისხმება სტალინიზმში, რომ ეს არის მთელი იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც პრორუსულს ხდის, არაჰუმანურს ხდის, გიჟი ხარ რა, მოკლედ. ესე წარმოაჩინეს, რომ ესეთია ხალხი ძირითადად და ჩვენ აღვიქვავდით, რომ ვაიმე, ჩვენ ვართ, ესე იგი, უმცირესობაში პირისპირ რაღაცა ხალხის მასის, რომელიც არიან ჰომოფობები, სტალინისტები და ყველაფერს შაუბნელობას იკადრებენ და დაიჯერებენ. ხო, ნუ ეს არის სპინინგის, ანუ პროპაგანდის მთავარი როგორ თქვა, ანუ თავარი გული, ხო, ანუ არის რომ დაგაჯეროს რომ ისინი არიან უმრავლესობა და შენ ხარ უმცირესობა, ეხლა რასაც შენ ხსნიდი. მაგრამ დუტერტეც ხო იგივეს აკეთებდა, ხო, აი რაღაცა მტრისხატს ქმნიან, შემდეგ ეს მტრისხატი პროპაგანდით იფუთება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვანაირად იდეოლოგიურ მახეებს აგებენ, მათ შორის ხო, რა ვიცი, ოპოზიციისთვის, ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის და მე ზუსტად ისე გექცევა, რომ შენ ხარ უმცირესობა, ანუ და მე ვარ უმრავლესობაში, ან დროს პირიქით არის და სავსებით გეთანხმები იმაში, რომ ჩვენ გაცილებით მეტი რომ გვაერთიანებს, ვიდრე რომ ყოფს. ანუ რამ უნდა გაყოს, ვერაფერი ვერ გაყობს, იმიტომ რომ ყველას აქვს ერთი და იგივე პრობლემები. და ეს პრობლემები მოდის, ხო, ისტორიული მეხსიერება, ტრამვა, მაგრამ ასევე ეს არის ყოფითი პრობლემები, რომელიც არსად არ გამქრალა, ხო? ანუ და შენ აი ეს ძალიან მენიშნა და მე ვფიქრობ, რაღაც უცებ გავარდათ, რომ ეხლა გვანიშნებენ, რომ ცოტა ეს გვაქვს, მოკლედ რო გვაქვს და შენი რჩევები როგორც პოლიტიკოსებს, როგორც ადამიანს, რომელიც ამ ნარატივებს ძალიან დიდი ხანია აკვირდები. ერთი რაც მენიშნა, რომ წინსვლა ყველას გვჭირდება. იმისთვის შენ რო გამოსტაცო დაუმსხვრიო ნარატივი მოწინააღმდეგეს, არ არის აუცილებელი, რომ მისი სიტყვები ან მისი ნარატივი ისესხო და იმის მტრევაში დახარჯო ენერგია. შენ გჭირდება უკეთესი ნარატივი. უკეთესი ნარატივი არის ის, რომელიც უფრო ახლო ადამიანების გულებთან და ტვინებთან. ეს ერთი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ოპტიმისტური პოზიცია არ უნდა შეიცავდეს საფრთხის სცენარებს პირიქით. ანუ ქართულ პუბლიკას ვერ გაბითურებ ვერაფრით თუ ამოაგდებ, ანუ მხოლოდ გაბითურებულად იგრძნობს თავს, თუ შენ მას მისცემ ნარატივს, რომელშიც საფრთხის სცენარი ამოგდებული არის. ფიქრობს, რომ ან შენ ხარ შტერი, ან მე გონი ვარ შტერი. ეხა ყვავილებს და პეპლებს თუ მპირდები ამ ქვეყანაში, მით უმეტეს ამ საგიჟეთში, მაგრამ და მთავარი რაც არის, რომ რომელი ნარატივი, რომელიც უგებს სხვა ნარატივს, თქვათ მშვიდობის ნარატივს, რომელიც რაღაცნაირ ჩმორულ სენტიმენტზე არის აპელირებს, რომ ვიცი ეხა გავჩერ, ეხა ჩუმად ვიყოთ ქართული ოცნების ნარატივი. ის არავის თავს არ აგრძნობინებს კარგად, ანუ ის ბეთქვავს, რაღაცნაირად გიჩაგრავს იდენტობას, ჩვეულებრივი ადამიანისაც, მადაც იცის, რომ შეყუჟული იმალება ეხლა კუთხეში და ეგ არავის არ სიამოვნებს. უბრალოდ ეხა სხვა გზა არ აქვს. უკეთესი ნარატივი არის, რომელიც ადამიანებს გაახსენებს, რატომ ქვია ჩვენ გულადი და წინსვლაზე ორიენტირებული დაუუკებელი ერი. ერთი ეგ არის ჩემი რჩევა, მეორე ჩემი რჩევა არის, რომ ერთიანობის მნიშვნელობა ჩვენ იდენტობის ნარატივში, ჩემი აზრით არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა თობები და ალიანსები უნდა შევაკოწიწოთ, მაინც და მაინც, რომელიც ხანდახან უფრო მეტი საფრთხის განცდას იწვევს ადამიანებში,
ვიდრე რამენაირ იმედს სთავაზობს, ანუ კონსოლიდირებული პოლიტიკური პროცესი არ გულისხმობს მაინც და მაინც რომ ხელები ჩავკიდოთ და ერთად ვიართ ის თავისით მოხდება ეს რაღაცნაირი გაერთიანება იდეის და სცენარის გარშემო, პროცესის გარშემო. და მესამე, ანუ მე შევატყე პოლიტიკურ აქტორებს, რომ ძალიან ხშირად ანუ კომუნიკაციას, ესე იგი, რიტორიკულ ბრძოლას რო გეგმავენ, სესხულობენ მაგალითებს სხვა ქვეყნიდან და არის ეს, არ მუშაობს, იმიტომ რომ ნარატიული ომები მუშაობს იმ ნარატივებზე მიყურადებით, რომელიც ადამიანებს აქვთ და იგივე სტრატეგიები, რაც ვთქვათ, ამერიკაში მუშაობს, არ იმუშავებს საქართველოში. და ანუ ვთქვათ, ბანდერას ნარატივი რომ გამოვიყენო მე და ქართველებს შეუტიო, ხო არაფერს არ უზავს არა, იმიტომ რომ ის უკრაინელების და დაახლოებით ეგეთი რაღაც არის, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია ნიშნავს სტრატეგიულად მორგებას იმ კულტურულ შინაარსებზე და სენტიმენტებზე, რომელიც კონკრეტულ პუბლიკას აქვს. კი, მე ვფიქრობ, რომ თავარი ადამიანებს დაანახო, რა არის რეალურად აი შეიძლება ცოტა განსხვავებულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ სულ მგონია, ეხლა თვითრეფლექსიითაც ვამბობ, რომ სულ მგონია, რომ ალბათ თითქოს არასაკმარისია იმის ჩვენება, რომ თუნდაც წინსვლა, პროგრესი და ეს ორიენტირი სად უნდა წავიდეს, ხო, ანუ რა ელოდება ადამიანს მომავალში. იმიტომ რომ შენ რასაც ამბობ, ყველაზე კარგად, რუსებს თქვა თავისი სახელმძღვანელოდან და ეხლა უკვე ანტიქართულ ოცნებას რაც გამოსდის, ეს არის ზუსტად ის, რომ ვთქვათ, აი რაღაცა მოდი ჩუმად ვიყოთ, იმიტომ რომ ნახე ესენი რაღაც ქაოსს შემოიტანენ მომავალში, ხო? ამიტომ თითქოს განსაზღვრულობა ადამიანისთვის, ხო? აი წინსვლაზე ორიენტირი, ვთქვათ, პოზიტიური მშვიდობა რაც არის, რომ ბავშვებს წამალი უნდა უყიდო, იმიტომ ხარ შენ სახელმწიფო, რომ უნდა იზრუნო ყველაზე, წამალი უყიდო, კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს, ადამიანს არის აკავებდა ტროტუარზე დგომისთვის, ანუ ძალიან საბაზისო უფლებებზე ლაპარაკობთ აქ და ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხო? ანუ ეს რაღაცა ნახტომი რო ვერ დაინახოს ადამიანმა. ესეც ხო ნახტომია, შენ იქ ამ საზოგადოების შექმნისკენ მიდიხარ. იქ სადაც რატო გვინდა ევროკავშირი? იქ არის ღირსეული პირობები, ვთქვათ, მშვიდობის ქოლგა, ნორმალური დაცულობა, ადამიანის უფლებების დაცულობა და წესებია. ის წესები, რომელიც ქმნის ზუსტად ამ ღირსეულ პირობებს ადამიანებისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილმაც და ოცნებამ რაც გააკეთა, ეს არის ეს ნახტომის, ასე ვთქვათ, დემოტივაცია შეუქმნა ადამიანებს, იმიტომ რომ ამბობს, რომ ჩვენ ახლა შეხედეთ ესენი ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ამ დროს თავის დროზე ნაწილობრივ გაკეთებულია. კიდევ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი კვალიფიციური, რომელიც არსებობს, ბევრ ამის გააკეთებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს мотиваცია, ვთქვათ, დაინახოს ეს იდეა, რომ ის იქ სად უნდა წავიდეს, ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. მან ხო ისიც მაიმე და ძალიან გავაგრძელეთ, მაგრამ ტრანსფორმაციაც მოხდა, ხო? ოცნებამ დაიწყო ღირსების დაბრუნებით და უფრო დიდი დემოკრატიის დაპირებით. ეს ღირსებაზე აპელირება იყო, ისეთ კრიმინალურ ქურდულ წესრიგს, ცოტა იქით დაუბრუნდეთ ქართულ ჯიგრულ პონჩში რო ვაკეთებდით, ეს დათქმა იყო. და ეგონათ, რომ ეს იმუშავებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველები კანონმორჩილი ხალხია და აღარ უნდათ იმ ქაოტურ წესრიგში, არაფორმალური ძალაუფლების წესრიგში დაბრუნება, ამან არ იმუშაოდა, მერე ომმა ძალიან ხელსაყრელი პირობები შეუქმნა, რომ საერთოდ დაეყირავებია. იმიტომ რომ იმით უნდოდა ევროინტეგრაციიდან გადახვევა, მაგრამ არ გამოუვიდა და მერე ომმა ძალიან ხელსაყრელი პირობები შეუქმნა. როგორ აბრუნებს სიტყვებს, ხო? ანუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა, ერთიანობა და სუვერენიტეტი, როგორ მოაბრუნა და ზუსტად აი სპინინგი, რასაც მე და შევლაპარაკობთ, იზოლაცია შემოგვაჩეჩა. ანუ ნახე ქართველები სულ რო მართლა რეგიონის ლიდერები ვიყავით, ანუ აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების ჩარჩო პირველად რო შეიქმნა, ხო? ანუ მათ შორის ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თქვა, შვედებთან ერთად, ანუ რამხელა ნახტომი იყო. აი იქ ნახტომი, აი რა мотиваციაც ჰქონდათ ადამიანებს. და ეხა, ასე ვთქვათ, გაჩეჩებს იზოლაციას, არაფერი აღარ ახარ, იმიტომ აღარ ხარ, რომ მეგობრები არ ყავს. პატარა ქვეყნისთვის რა არის მნიშვნელოვანი? ძლიერი მეგობრები და თავდაცვის უნარიანობა, ხო? ძლიერი ჯარი. სხვა ფორმულა, ანუ დაცულობის არ არსებობს უბრალოდ. ვერავინ ვერ მოიგონებს, ისტორიულადაც არ არსებობს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ეს მოაბრუნა, გაჩეჩებს იმას, იმ სიტყვებით,
რაც შეიძლება ძალიან სენსიტიურია შენთვის, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში არ მუშაობს და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი გვაქვს ალაპარაკო და მე გვპირდებით ყველას, რომ ხშირად იქნება ჩვენი თანამოსაუბრე და მათ შორის ვილაპარაკებთ იმაზე, რა არის მართლა წინსვლა და მშვიდობა ჩვენ რეალურად კეთილდღეობა და მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის და როგორ შეიძლება იყოს ისეთი მშვიდობა, სადაც ქვეყანაში არ არსებობს ღირსეული პირობები. ინვესტიცია აღარ ხდება უბრალოდ ქვეყანაში, აღარ მოდის ეკონომიკა, ფინანსები არ არის და ერთადერთი დღეს ჩემს მეგობრებს ვუვებდებოდი, რომ ერთადერთი ესეთი სტაბილური გარანტიები, რაც მიიღო ივანიშვილმა, გახსოვს ალბათ ჩემი აზრით ძალიან დიდი დანაშაული, ანუ აი რუსული კანონის მერე და არანაკლები, ეს იყო ოფშორების კანონი, ოფშორების კანონი შექმნა. ანუ ეს იყო უდიდესი დანაშაული, ანუ მე რუსული კანონი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება თქვათ რაღაცნაირად წაეშალა და ელიმინაცია მოახდინა, მაგრამ ოფშორების კანონი, სადაც ქვეყანა გადააქცია ოფშორად. არა წინსვლა, არა მშვიდობა, არა სულსაფრთხოება. ხო, შავი მაფიის ჰაბად. შავი ფულის ჰაბად. უსაფრთხოება, ხო, ამიტომ ჩვენთვის ეს იდენტობის ნაწილი რაც არის, ეს არის ზუსტად ის წინსვლაზე ორიენტირება და ნამდვილი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მადლობა, ნუცა ძალიან დიდი. გემშვიდობებით, გამოგვიწერეთ ყველა სოციალურ მედიაში, ეს არის Facebook-ი, YouTube-ი, რა თქმა უნდა, ეს არის TikTok-ი და ეს არის Instagram-ი. ნორმალ შეხვედრამდე.